მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით საქართველო. ვიწყებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართველოში ყოველგვარ კანონდარღვევასა და მასთან დაკავშირებულ მთელ რიგ ისეთ მოვლენებს, რომელსაც უნდა გაეცნოს მსოფლიო საზოგადოებრიობა და ამასთანავე უნდა მიმართოთ დანარჩენ შემდგომ უკვე ჩამოვაყალიბებთ თქვენთვის გასაგებად, რაც უნდა გადმოგცეთ თქვენ და საქმის კურსში ჩაგაყენოთ. მადლობა ყურადღებისთვის, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ იქნებით ჩვენთან ერთად. მადლობა. სიტყვა ეძლევა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს ბატონ თემურ გოგსაძეს, რომელიც გახლავთ ჩემი პირადი დამცველი, ახლობელი, ამავდროულად ოჯახის და გახლავთ, ესე იგი, უსაზღვრო როგორ დავასახასიათო ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით ბრძანდება, რომ არის დიდი ქართველი, ერისთვის დამაშვალი და ბატონ თემურის უსურვებთ ებრძოლებას, დიდხანს სიცოცხლეს და ხალხის სამსახურში იყავით და ერის სამსახურში ხართ, იქნებით და იყავით ყოველთვის, აი ასე. ულმესი მადლობა ქალბატონო ანნა, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. ალბათ ყველაზე დიდი ხარისხი და ყველაზე დიდი შეფასება მაინც არის სამშობლოს სიყვარული და მსახურება მისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს მე გავაკეთებ იმ არსებით და უმთავრეს აქცენტებს, რომლებიც ერთის მხრივ შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ვიღაც გამსახურდიას პერსონალურად და მის ოჯახს და მის შვილებს და ასევე იმ უსამართლობებსა და უკანონოებებს, რომლებიც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება და პერმანენტული ხასიათი აქვს და რომლებიც ფიქრობ ყოველი საქართველოს მოქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს და განგაში ზარები ყველამ ერთად უნდა შემოგრათ. უპირველესად ფაქტი მოხდა ძალზე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა რამდენიმე ხნის უკან კიდევ ერთხელ და მორიგი ასე ვთქვათ, ფალსიფიცირებული მასალა გაუშვა პრეზიდენტის ოჯახის და უშუალოდ ქალბატონ მანან არჩოძე გამსახურდიას მიმართ და ამით პრაქტიკულად გარდა იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია, კიდევ ერთხელ პირდაპირ გამოხატა მიზნობრივი დამოკიდებულება, რომ რაც შეიძლება ამ ოჯახის მიმართ განახორციელონ პატივისა და ღირსების შემნახველი ინფორმაციის გავრცელება, ადამიანური მოპყრობის ქვეშ ამყოფონ პერსონალურად ეს ოჯახის წევრები და მათ შორის და უშუალოდ ქალბატონი მანანა არჩოძე გამსახურდია. დღეს არის 6 ივლისი, ჩვენ იმისთვის, რომ მოქმედი კანონმდებლობის და პროცედურების დაცვის გზით გვემოქმედა, განცხადება შევიტანეთ რუსთავი 2-ში, რომ გადმოეცათ ყველა ის წყარო, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათ ამ გადაცემას დაუდეს საფუძვლად და კიდევ უფრო მეტიც, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელობამ და პროდიუსერინგმა, რომ ის გასულიყო ეთერში. დღემდე არც ერთი ამგვარი მტკიცებულება არ მიგვიღია და უფრო მეტიც. ვადა ერთი თვეა, გონივრლობის სტანდარტი ჩვენ დავიცავეთ შეგნებულად და პრაქტიკულად ამ ხნის განმავლობაში არანაირი პასუხი მიღებული არ აქვს. უფრო მეტიც, ახლა ჩემი კოლეგა ამ კონკრეტულ საკითხებზე კიდევ უფრო დეტალურად და დაწვრილებით ისაუბრებს, თუმცა ვიტყვი იმას, რომ გუშინ ჩვენ გახდით რუსთავი 2-ის ადმინისტრაციულ შენობასთან და შაბათ-კვირის მომიზეზებით პასუხი კვლავ არ მიგვიღია და დროის გაჭიანურებას აქვს ადგილი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მე პერსონალურად რამდენჯერმე მანამდეც გახდით ამ სივრცესთან და ბუნებრივია მხოლოდ დაპირებები და მხოლოდ ვადის გაჭიანურების პასუხებს ვღებულობთ, ასე ვთქვათ. მას შემდეგ, რაც ჩემი კოლეგა იტყვის გარკვეულ შესავალ თემებს, მე გავაგრძელებ იმ სამართლებრივი ანალიზის წარმოდგენას, რაც მნიშვნელოვანი ამ საქმესთან დაკავშირებით. ლარა, გთხოვთ. მოგესალმებით, პატივცემებო. ჩვენ 2025 წლის
06 ივლის ნომერი 1160-1194 განცხადების მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიას და მოვითხოვეთ ელექტრონული ბაზის მონაცემებით, რომ მიგვეღო პასუხი რაიმე სარჩელი ხო არ არის შემოსული და რაიმე საქმის წარმოება ხო არ მიმდინარეობს ქალბატონი მანან არჩვაძე გამსახურდიას წინააღმდეგ, სადაც მოპასუხედ დასახელებული იქნებოდა ქალბატონი მანან არჩვაძე გამსახურდია. 2025 წლის 9 ივნის ნომერი 1160-1194 პასუხით თბილისის საქალაქო სასამართლომ მოგწერა პასუხი. თქვენი 2025 წლის 06 ივნისის ნომერი 1160-1194 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2015 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 06 ივნისის ჩათვლით მიმდინარე და განხილვაში წარმოებაში არსებულ საქმეთა შორის სამოქალაქო საქმესა და თავდაპირველი მოპასუხე არის მანან არჩვაძე გამსახურდია რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ ჩვენ მივმართეთ განცხადებით ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გენერალურ დირექტორს და აგერ გვაქვს მტკიცებულება, რომ განცხადება ჩაიბარეს 12 ივნის შესაბამის გადაცემის მტკიცებულებასთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ პატივისა და ღირსების შელახვის უპრეცედენტო ფაქტის დამადასტურებელი წყაროს, სარჩელისა და თანდართული მტკიცებულებების გადმოცემისა და საჯაროდ ინფორმაციის უარყოფასთან დაკავშირებით. როგორც ჩემმა კოლეგამ მოგახსენათ, აღნიშნულ განცხადებაზე ჯერჯერობით პასუხს არ გვაძლევენ. არის მარტო ზეპირი დაპირება, მაგრამ ზეპირი დაპირებას შედეგი არ მოყოლია. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კურიერში გავიდა ვრცელი სიუჟეტი, რომელიც შეიცავს მართლაც უპრეცედენტო ღირსების პატივის მორალურ-ფსიქოლოგიური ტერორის ტირაჟირების ფაქტს. ტელევიზიის მიმზიდველი მმართველობა და განზრახვა, რაც შეიძლება მეტი გამანადგურებელი ზიანი მიაყენოს როგორც უშუალო მანან არჩვაძე გამსახურდიას, ისე პირველი პრეზიდენტის სახელს. ვლინდება გადაცემის იმპერატიულობასა და ღია დაუდასტურებელ ბრალდებებში. სიუჟეტში იმპერატიულადაა გაცხადებული, რომ სარჩელი და თანდართული მასალები უკვე სასამართლოშია და უფრო მეტიც სიუჟეტის პროფესიული, როგორც ჟურნალისტური, ისე იურიდიული თვალსაზრისით შეფასება ადასტურებს სასამართლოს თავისუფლებაში ჩარევის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების უპრეცედენტო ფაქტს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი კანონმდებლობის სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადმოგცეთ ყველა და ყველა სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზედაც მომზადდა და ეთერში გავიდა გადაცემა მანან არჩვაძე გამსახურდიას დედობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ამასთან წარმოგიდგენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ პასუხს, რომელიც მთავარი იურიდიულ საფუძველს აცლის თელს გადაცემას. რის გამოც მოვითხოვთ გადაცემაში იმავე დროს, იმავე ხანგრძლივობითა და ჩვენი მხარის პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობით მოახდინოთ მანან არჩვაძე გამსახურდიასა და პირველი პრეზიდენტის ოჯახის პატივისა და ღირსების შელახვის უპრეცედენტო ფაქტების საჯარო უარყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებ სამართლებრივ პროცედურებს სასამართლოში. ხელს აწერენ აღნიშნულ განცხადებას ქალბატონი მანან არჩვაძე გამსახურდია, ბატონი ადვოკატი ბატონი თემურ გოგსაძე და ადვოკატი კლარა შუკვანი. თქვენი მონამორჩილი. აღნიშნული გადაცემა ნამდვილად არის მორალური ზიანის შემცველი, მიყენებული დანაშაულით. დანაშაულით მიყენებული უფრო მართლა როცა ადამიანს ფიზიკურად შეეხებიან, ის უფრო მალე მოურჩება ადამიანს, მაგრამ მორალური ტანჯვა არასოდეს არ მოურჩება ადამიანს. ყალბი ცნობების გავრცელებას სახელს უწევს ნამდვილად საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის ღირსებას და საქმიან რეპუტაციას და პატივს. ამიტომ ეს იწვევს სერიოზულ დაავადებებს,
1000 უბედურებელს და რამ გადაცემის შედეგად უდიდესი ტანჯვა მიადგა ქალბატონ მანან არჩოძე გამსახურდიას. საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლით და ყველა არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმებით ნამდვილად უდიდესი ტკივილი მიადგა ქალბატონ მანანას, ეს შეუფასებელია და ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ თუ არ უარყოფენ და როდის არ მოიხდიან და უკანა წაიღებენ ამ ცრუ ინფორმაციას და ამ საშინელ გადაცემას არ უარყოფენ, გამომდინარე აქედან ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოში. მადლობთ ყურადღებისთვის. დიახ, ახლა რაც ქალბატონმა კლარამ ბრძანა, რამდენიმე ნაწილად უნდა დაიყოს. პირველი ის, რომ დღემდე ჩვენ არ გვაქვს პასუხი, უკვე ნიშნავს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 არ ღვევს კანონს. და ეს კანონი მარტივია. თუ ისინი არიან ობიექტურები, თუ ისინი არ მოქმედებდნენ წინასწარ განზრახულად, მიზანმიმართულად და არ ქონდათ მიზანი, რომ პრეზიდენტის ოჯახისთვის და პერსონალურად ქალბატონ მანან არჩოძე გამსახურდიასთვის მიეყენებინათ მორალური და რეპუტაციული ზიანი. ასეთ შემთხვევაში ისინი ვალდებული არიან მოქმედი კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებით, პრაქტიკით, ჟურნალისტთა ეთიკით, რომ ჩვენი მოთხოვნა გამოეყოთ საეთერო დრო დღემდე შეუსრულებელია და უნდა შესრულებულიყო. ანუ ეს მარტივი თემა, რომ მეორე მხარესაც უნდა მიეცეს ადეკვატური დრო და საშუალება იმისთვის, რომ მინიმუმ უარყოს ის ყველაფერი, რომელზეც სიუჟეტებში იყო და გადაცემაში საუბარი და ამის შესაძლებლობის მოსპობა უკვე არის დანაშაული. ეხლა მე შეიძლება ბრძანოს ვინმემ, რომ იქ ეს ფალსიფიცირებული, ვითომ განხორციელებული ზარი იყო სიუჟეტში ქალბატონ მანანას მიმართ და თითქოს ვიღაცამ დაუკიდა, ესე ვთქვათ, ყურმილი. ესეც არის აბსოლუტური სიცრუე და აქედან გამომდინარე ჩვენ თქვით და ოფიციალური განცხადებით ნება გამოხატეთ, რომ მზად ვართ, დავჭდეთ ეთერში და საზოგადოებას უთხრათ, არა მარტო ის სიმართლე, რაც იქ უარყოფით უნდა გავაკეთოთ, არამედ სხვა სიმართლეებიც, რომლებიც აწუხებს როგორც მთლიანად ჩვენ სამშობლოს, ისე ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიყავს იმ კლანურ მაფიოზურ ძალას, რომელმაც დაამხო პირველი პრეზიდენტის ზოგადად. თავარი ის არის, რომ მეათე მუხლი კონვენციური ამ შემთხვევაში ის, რომ მასმედიას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის მოძიების და გავრცელების თავისუფლების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აბსოლუტურად უარყოფილია. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. ეს არ არის ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უფლების რეალიზება, ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული, აბსოლუტური გაგებით, წმინდა სამართლებრივი და მორალური გაგებით დაუსაბუთებელი ქმედება, რომელსაც წყარო გააჩნია მხოლოდ დაინტერესებული პერსონები, მათ შორის სასამართლო პროცესში, ოღონდ სხვა საქმეში მონაწილე ადვოკატები, რომელსაც ეს უფლება სხვათა შორის არ აქვთ მათ საადვოკატო პროფესიული ეთიკის ნორმებიც დაარღვიეს და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საკუთრივ მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებები, სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რომლებიც თითქოს და თბილისის საქალაქო სასამართლოშია, უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს კატეგორიულ მოთხოვნას, რომ კეთილინებოს რუსთავი 2-მა ან გადმოგცეს ის წყარო, რომელიც კანონით და საერთაშორისო სტანდარტით მათ ევალდებულებათ, ყველაფერი, ყველა წყარო, ან და მიუთითოს იმ პერსონა წყაროებზე, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიეწოდეს, ან აიძულეს რუსთავი 2, რომ ეს სიუჟეტი გაშვებულიყო იმგვარად, ისეთი ტონით და ისეთი ემოციით, რომელმაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა მორალური ტრამვის ალბათობები და რომლებმაც პრაქტიკულად ტანჯვის ტოლფასი ემოცია გამოიწვია ქალბატონ მანან არჩოძე გამსახურდიას პერსონაჟში და არა მარტო მასში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ოჯახი ამ კონტექსტიდან გამომდინარე მაინც და მაინც კარგ ვითარებაში ვერ იქნება. იმიტომ რომ აქ შესაძლებელია ვინმეს რწმუნებულებაც გამოყენებული იყოს ძალიან ცუდად და ამაზეც ალბათ ყველას მოეკითხება პასუხი. აქედან გამომდინარე დღეის მდგომარეობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ
ჩვენ ვდგავართ უპრეცედენტო დარღვევის წინაშე, რომელიც მასმედიის საშუალებით განხორციელდა და რომელიც ერთი თვის განმავლობაში არჩევს დუმილს და დროის გაჭიანურებას იმის მაგივრად, რომ დაიცვას კანონი, პროფესიული ეთიკის ნორმები და გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების თავისუფლების კონტექსტიდან გამომდინარე ელემენტარული ქმედება განახორციელოს. ელემენტარული. მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, განათლებით და ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს თავისუფლება. ჩემი დაფუძნებულია საქართველოში პირველად თავისუფალი საქართველოს სივრცეში ჟურნალისტთა უფლებების დაცვის ლიგა, ეს ყველა მიცის და ძალიან ბევრი რედაქტორი დამეთანხმება ხლა ამაში და კარგად ვიცი, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლების არსი იმ ქვეყანაში, რომელშიც მე ვცხოვრობდი და საბჭოთა ქვეყანა ერქვა და იმ ქვეყანაშიც, რომელსაც პრეზიდენტი გამსახურდია, ესე ვთქვათ, ჩაუდგა სათავეში და მიიყვანა გამარჯვებამდე და იმ ქვეყანაშიც, რომლებსაც შევდგომ, ჩაუდგნენ მაფიოზური, კლანური, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული ხუნტები და რა დღეში იყო გამოხატვის თავისუფლება და რა დღეშია აქედან გამომდინარე ადამიანთა უფლებები, ეს ჩვენ კარგად გვესმის, თუმცა ის რომ მაგალითი პირველი პრეზიდენტის ოჯახზე ამგვარად ხორციელდება ზეწოლები და ვრცელდება, სწორედ ადასტურებს იმას, რომ ამგვარი უფლებებისგან, თავისუფლებებისგან და ზეწოლებისგან, ტერორისგან, პრაქტიკულად ემოციური და ფსიქოემოციური ტერორისგან შორს არ ვართ და ეს ყველას ტკივილია, ეს უმნიშვნელოვანესი თემაა და ჩვენ ქალბატონი მან არჩოძის ესე ვთქვათ პირდაპირ შინაგანი ნებელობით აუცილებლად განახორციელებთ, რომ თუ ნებაყოფილობით არ იქნებოდა კანონს არ აღასრულებს ტელეკომპანია რუსთავი 2, ბუნებრივია, აქ და საერთაშორისო დონეზე დავიწყებთ სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას და უპირველესად სარჩელს შევიტანთ საქართველოს სასამართლოში. ფიქრობ, რომ ერთგვარი, როდესაც ეს გადაცემა გადიოდა და ის ტონი, რომელიც არის აქ გატარებული, იმასაც წინასწარ გვაფიქრებინეს, რომ სასამართლოც მათ უკვე წინასწარ ყავთ, ესე ვთქვათ, ერთგვარად ბრჭყალებში მოქცეული თავიანთი განზრახვების და გადაწყვეტილებების კონტექსტში, რაც არაერთ საქმეში ვიხილეთ ჩვენ პრეზიდენტის ოჯახის მიმართ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს სხვა საერთაშორისო ინსტიტუციები და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს გზები აუცილებლად გავიაროთ. არა მარტო პრეზიდენტის ოჯახის გამო, არამედ დარწმუნებული ვარ თავისუფლების, თავისუფალი პატივისა და ღირსების და ზოგადად ადამიანის უფლებების კონტექსტიდან გამომდინარე. მადლობთ. უღრმესი მადლობა. თუ შეიძლება ახლა მე გავაგრძელებ. მე არ დავიწყებ ახლა ასე ვთქვათ, იმის გამო თუ რა საშინელი ტრაუმა მოვაყენეს მთლიანად ოჯახს. ჩემს ზვიადს, ასევე მე, როგორც ზვიადის მეუღლეს, ასევე ჩემს შვილებს. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველ არამზადას შეუძლია, რომ იცოდეს და გიორგის დააბრალოს, რომ შენ ის არა ხარ, რომელიც დედას უჩიოდი და მას დედის უფლებას არ თმევდი. ამისთვის ხომ მზად არიან ეგენი არა. და მე პირადად აი ასე გამოთავ ჩემს აზრს იმასთან დაკავშირებით, რაც დანაშაულიც იქნა ჩადენილი. პირველ რიგში მე მინდა ვახსენო ის პიროვნება მიხეილ გორგილაძე, რომელიც გახლავთ ადვოკატი, იმ ხარის ადვოკატი, რომელმაც ვისი ზემოქმედებით ეს ჩემთვის არ არის საინტერესო, რადგან იგი დათანხმდა აი ამ სიბინძურის გაჟღერებას და ტელევიზიაც თქვენ კარგად მოგესწენებათ, რომ ჩვენთვის ტელევიზიის კარი ჩაკეტილია ისე, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გააღებს, ამიტომ ეს კაცი გამოვიდა და აი ასე უტიფრად, ურცხვად დაარღვია ადამიანის უფლებები, ჩვენი პირადი ღირსება და პატივი და ზვიად გამსახურდია, გამოიყანა, რომ მას აღავს საშინელი, იგი არის საშინელი ოჯახის პატრონი, მისი შვილები არიან აი ასეთი ცუდები, ცოტნე და გიორგი. უპირველეს ყოვლისა, მე გორგილაძეს მინდა ერთი რამ უთხრა, თქვენ ბატონო გორგილაძე,
განაცოტე გამსახურდიას იმის შესაძლებლობა აქვს ფიზიკური, რომ მან რამე დაწეროს, თვითონ ხომ ძალიან კარგად უწყით, რომ დატყვევებული ცოტნე გამსახურდია 6 წლის განმავლობაში ტყვეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდია, არასოდეს ამის მკადრებელი ხომ არ იქნებოდა და მით უმეტეს ეხლა, როდესაც მას არავითარი ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნია. ან თუნდაც გიორგის რომ ვიღაცა მაკადროს ეს, ალბათ ძალიან მკაცრ პასუხს დაიმსახურებს გიორგისგან. როგორ შეიძლება რომ ესე იგი დედა შეურაცხოთ ზვიადი პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც ასეთი საშინელი ოჯახი ყავს და მეუღლე ასეთი ყავს, რომელსაც შვილები ედავებიან იმაზე, რომ დედობის უფლება უნდა ჩამოართვან. თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ შემთხვევით, ვიცი რომ გეშლებათ, მაგრამ ეგ შეშლა სიცოცხლის ფასი არ დაგიჯდეთ. თქვენ არ გადაყვეთ მაგას, თქვენ სამსახურის გამო ვიცი რომ ძალიან მძიმე განცდებში ხართ ხოლმე, დაკარგვის გამო მძიმე განცდებში ხართ და სწორედ სამსახურს დაგაკარგიებთ მე. იმიტომ რომ თქვენ გააჟღერეთ ეს სიბინძურე და მე მინდა მიმართო ასევე ტელევიზიას, რუსთავის დირექციიდან დაწყებული სწორედ იმ პროდიუსერს, რომელმაც ნახა, მოისმინა და ნება დართო, რომ ეთერში გასულიყო ეს ბინძური რამ, ისე რომ მან დოკუმენტიც არ მოითხოვა იმის მტკიცებულებად, რომ ბატონო ჩემო, მე თქვენზე არ ვფიქრობ, მაგრამ მე საკუთარ თავზე ვფიქრობ. მე რომ მიჩივლონ, რით ვიმართლო თავი. პროდიუსერი იმდენად ასე ვთქვათ, ბრმად მიენდო, თუ ბრმად არ მგონია, რომ ბრმად მიენდო, უბრალოდ მას ასეთი დავალება ჰქონდა, რომ ეს ამაზე ყველაფერზე თანხმობა მიეცა, მისცა კიდეს თანხმობა, გავიდა ეს ეთერში, მაგრამ ასეთ შედეგს არ ელოდებოდნენ. უარეს ელოდეთ. ნუ დაგვითხოვთ ეთერს. თქვენ ეს იცოდეთ, რომ ეხლა დღევანდელ და პლუს კიდევ, თუ თქვენ არ გააუქმებთ, YouTube-ზე დადებულ, ამ ბინძურ ამაზრზე ყველასთვის მიუღებელ. თქვენ რა გონიათ, მარტო ჩემი ოჯახი იყო ამ შემთხვევაში, ესე იგი აღელვებული და უფლებამოსილება აყრილი თქვენის მხრიდან? არა, სრულიად საქართველოს ყველა დედა, ყველა მამა, ყველა შვილი დღეს საქართველოში არ არსებობენ ასეთი არც შვილები, არც დედები, არც მამები, რომ ასე აუჯანყდნენ და ასეთი საშინელი გზა აირჩიონ ცხოვრების, რომ დედას დედობის უფლება ჩამოართვან. ეს მხოლოდ თქვენი ეთერის საშუალებით მოხდა, ხო? ეს რა არის? ახალი სიწყება, თქვენი ახალი პროგრამით შემოდიხართ, რომ აბა გთავაზობთ ამას, ეხლა უჩივრეთ მშობლებს. არა ბატონებო, ეს არ გამოგივათ. ეხლა თქვენ პასუხს აგებთ ყველაფერზე. თქვენ ნუ დაგვითხოვთ ეთერს, აბა გაბედეთ და ნუ დაგვითხოვთ ეთერს. გაბედეთ ერთი და რამდენ ხანსაც იმან ისაუბრა, ამის ცილის მწამებელმა. მე ამასთან დაკავშირებით მიმართავ ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ასათიანს, რომელსაც თუ ასეთი ადვოკატი კიდევ მეორე მაინც მოეპოვება იქ, მაშინ დაღუპულა საქართველო. შეიძლება რომ ასეთი ცილის მწამებელი, ფალსიფიცირებული გადაცემების მოწყობაში მონაწილე იყოს ის ადვოკატი, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის დაზარალებულს თუ პირიქით დაშავებულის თუ ასევე მართალი ადამიანის უფლებებს. როგორ გეკადრებათ? ეს არის უკვე დასაწყისი იმ საშინელებისა, რომელიც დასაწყისი არა, დიდი ხანია დაიწყო, რაც საქართველოში კანონიერი ხელისუფლება დაემხო, ეს უკვე დაწყებული არის ეს უკანონობა და ამ უკანონობაზე მექნება მე საუბარი, მაგრამ ეხლა დღეს ამ შემთხვევაში, ამ გადაცემაში მე ვსარგებლობ იმით, რომ მე უნდა მიმართო ბატონ ასათიანს და უნდა ვთხოვო, არა მიმართავ, კატეგორიულად მიმართავ, შეამოწმოს ეს პიროვნება, დაიბაროს ჩემთან დასწრებით, ასევე ნახოს ეს ჩანაწერი და თუ იგი გაამართლებს, რომ მას ყავდეს ასეთი თანამშრომელი, ყალბის მქნელი და სიცრუის გამავრცელებელი, რომელიც ლახავს პრეზიდენტის ოჯახის, ნუ იქნება პრეზიდენტი, იყოს რიგითი მოქალაქე, როგორ რიგით მოქალაქეს არ აქვს დედის უფლება არ აქვს და დედის უფლება ყველას უნდა ჩამოვართოთ, მაშინ სადამე? და აქ უნდა
გამოვიდა ვიღაც გორგილაძეები კიდევ არა ეს არ მოხდება ქალბატონოს შეიძლება ემოცია შეგვე შალბანი ბურდილაძეა რა გორგილაძეა ნამდვილად არა ბურდილაძეს ვარ ეს არის გორგილაძე რომელიც კახეთიდან წამოიყვანეს მოსამართლე იყო და შემდეგ სასამართლოს შემდეგ ეზიარა იგი ადვოკატის უფლებამოსილებას რომელიც აი დაასრულა აი ამ გადაცემით მე ასე ვთვლი რომ თუ დავით ასათიანი არ მიიღებს აქ გადამჭრელ ზომებს მაშინ ბატონო დავით თქვენი საკითხით გადიხილება იმ ევროპაში რომელ ევროპასაც თქვენ მე ძალიან ესწრაფვით იმიტომ რომ ხართ იქ წევრი ვიცი მე ყველაფერი თქვენ შესახებ და ასე რომ მოსთხოვეთ კატეგორიული პასუხი და მიაგეთ შესაბამისი რაც ეკუთვნის მას დანაშაულის ჩადენისთვის რაც ეკუთვნის ადამიანს ეს იქნება ადვოკატი თუ მოსამართლე თუ ვინც არ უნდა იყოს უნდა თქვენ გადაწყვიტოთ თქვენი კოლეგის ბედი და თქვენი კოლეგის ბედი უნდა გადაწყვიტოთ იმიტომ რომ თქვენი თავი მაინც გადაიჩინოთ და დაიცვათ თუ თქვენ მას დაიცავთ მაშინ გამოდის რომ თქვენ მაშინ თავში სათავეში ყოფილხართ აი ასეთი ყალბის მქნელების მოთავე ყოფილხართ და ასევე ყოფილხართ ყოველგვარი შეურაცხყოფისა და აი ასეთი ცილის წამების მოთავე და არ მინდა რომ მე ასე გიცნობდეთ და მოდით დაიწყეთ დღეიდან რადგან თქვენ თუ შეიძლება თუ ბრძანებთ რომ თქვენ აქამდე არ იცოდით და არ იცნობდით აი ჩვენ გაგაცანეთ ვინ არის თქვენი ადვოკატი გორგილაძე და შეიძლება კიდევ სხვაც დაგისახელოთ მე სამომავლოდ რომელთაც პირადად შევხვდებით და მაშინ გავარჩიოთ მთელი რიგი საკითხები რაც ტრიალებს თქვენს იურისტთა ასოციაციაში იმიტომ რომ მოდით გაამართლეთ სახელი გაამართლეთ ღირსება ადამიანის ღირსება დაიცავით ეს იქნება დამნაშავე თუ უდანაშაულო ეს იქნება მართალი თუ მკვლელი იმიტომ რომ თქვენი უფლებამოსილება ამას მოიცავს რომ ადვოკატი ნიშნავს ამას რომ თქვენ არ გაქვთ რომ შეუზღუდოთ უფლება არა დამნაშავესაც მართალსაც და ასე შემდეგ მაგრამ ის რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს შეურაცხმყოფელი პატივისა და ღირსების შემნახავი ამის უფლება არავის არ აქვს და თქვენ კარგად იცით კანონი ამის შესახებ როგორ დასჯადია და ასევე ფინანსურ ანაზღაურებაზეც არის აქ საუბარი მაგრამ ჩვენ ფინანსურ ანაზღაურებას არ მოვითხოვთ ჩვენ მოვითხოვთ პიროვნების დასჯას იმის გამო რომ პირველ რიგში გამორთეთ ის ამოიღეთ YouTube-დან ეს საშინელი სიბინძურე ასევე გაესაუბრეთ ტელევიზიის პროდიუსერს გაესაუბრეთ ტელევიზიის ხელმძღვანელობას რათა მათ თქვენს წინააღმდეგ არ დაიწყონ ისევ ბრძოლა, იმიტომ რომ თქვენ თავს ვერაფრით ვერ გაიმართლებთ, იმიტომ რომ ყავთ აი ასეთი კოლეგა, ასეთი თანამშრომელი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახის, არამედ სრულიად საქართველოს, ყველა დედას და დედაზე მარტო კონსტანტინე გამსაგურდიას რამდენი ლექსიც აქვს დაწერილი, არა? ისიც საკმარისი იქნებოდა დედაო მისტიურო ქალო ეს მაინც წაიკითხეთ შემოკარგებო და გაეცანეთ ამას მაინც და იქნებ რამე მე თქვენ არ მოგვას ასე არ მოგვართავთ ბატონო დავით სხვები აი გორგილაძესნაირებმა იქნებ ერთი ორი სტროფი მაინც წაიკითხონ სტროფებად არ არის ის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ორი ხაზი მაინც წაიკითხოს მაგრამ წაკითხვის დრო მეოვა მას სახლში როდესაც დაჯდება სამსახურის გარეშე მე კატეგორიული ის მომხრე ვარ იმისა რომ ეს კაცი უნდა დაისაჯოს უმაღლესი სასჯელით იმიტომ რომ მან მოგვაყენა შეურაცხყოფა ზვიად გამსახურდიას ოჯახს ცილი დასწამა ჩემი შვილები სამუდამოდ ისე მდგომარეობაში ჩააყენა რომ ნებისმიერ პროვოკატორს შეუძლია გამოიყენოს ეს ფაქტი რომ აი შენ ის არა ხარ დედას რომ დედობის უფლებას ჩამორთვასო ითხოვდი როგორ მოგწონთ ეს თქვენ თუ მოგწონთ დაიტოვეთ თქვენთან და თქვენთვის თქვენი ოჯახის დამცველი იყოს ეგ კაცი და დღესდღეობით თქვენ დაიბარეთ ეგ კაცი ასევე ესაუბრეთ ტელევიზიას რადგან ტელევიზიამ უნდა მოგცეს ჩვენ იგივე დრო ასევე მოკითხეთ პასუხი პროდიუსერს რატომ დათანხმდა აი ამ დოკუმენტის გარეშე
რატომ დათანხმდა ამ დოკუმენტის გარეშე, რომ გამოიყანა ის გორგილაძე, რომელსაც არავითარი დოკუმენტური მასალა არ გააჩნდა და ზეპირ განცხადებას დაემქვემდება რა. ასე რომ ჩემო საზოგადოების ჩვენი უდიდესი მრევლის წარმომადგენლებო, უდიდესი პიროვნებები ხართ ყველა, ვინც საქართველოს დღესდღეობით იავნანას ენაზე გავიზარდეთ. დედამ აკვანი დაგვიწო. დედა არის ჩვენი, დედაბოძი, დედა სამშობლო, დედაშვილობა. აბა დავიწყო ახლა ჩამოთვლა დედაზე რამდენი ფუძე აქვს, დედის რამდენი ფუძე აქვს დედაში? როგორ კადრულობთ ამას, გამაგებინეთ. იკადრეთ, ეხლა უნდა ზღოთ. და არა, მაშინ დავიწყოთ ომი და ვინც გაიმარჯვებს ნახოთ. თუ გწდებათ კიდევ ჩაერთეთ თქვენ და ალბათ დავამატებდი იმას, რომ ძალიან ცუდი ტენდენცია წავიდა ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ცილისწამებებთან უპასუხისმგებლო ნამდვილად პასუხს არავინ არ სთხოვდა, კანონიც არ იყო შესაბამისი და დღევანდელ დღეს ნამდვილად აუცილებლობა დადგა იმისა, რომ კანონი უფრო გამკაცრდეს და ვინც ცილს წამებს, ზუსტად იმან უნდა დაადასტუროს ის ფაქტები და გარემოებები, თუნდაც სასამართლოში, თუნდაც ტელევიზიაში, ვინც ცილს წამებს სხვას. მანამდე პირიქით იყო, ცილს დავწამებდი და თავარია მასონების ერთ-ერთ გეგმაში ეს წერია, რომ თავარია ცილი დასწამოო და მერე გინდა თავი მართლოს, გინდა არა, უკვე საზოგადოებაში უკვე თავის საქმე გააკეთა ამ ცილის წამებამ, მაგრამ ახლა ნამდვილად შეიცვლება კანონი და მოგიწერთ როგორც რუსთავი ორს, ასე დანარჩენ მონაწილეებს, რომ დაადასტუროთ ეს ფაქტები, რომელიც გააჟღერეთ ტელევიზიით და ჯერ ერთი კანონში ადვოკატი როცა ხარ და ასეთ რაღაცას ამბობ, რაღაც კანონის მუხლი ხო უნდა მოიშველიო. სად არის, რომელ ქვეყანაშია ზრდასრული შვილები ითხოვდნენ დედაზე დედობის უფლების ჩამორთმევას. მსოფლიოში არ არის ასეთი კანონი. არასრულწლოვანის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ცუდზე გავლენას ახდენდეს მშობელი დედას, იქაც შემთხვევითია, პრეცედენტები იშვიათია და ამ შემთხვევაში ეს არის ნამდვილად უდიდესი ცილისწამება, რათა ქალბატონი მარანასთვის ისედაც დატანჯული დედა, რომელიც 6 წელია ელოდება ცოტნესთან შეხვედრას და ცოტნეზე კურნალობის უფლებასაც არ აძლევენ დღევანდელ დღეს ქალბატონ მარანარჩვაძე გამსახურდიას და ამითი ტკივილი, რამხელა ტკივილია, მთელი საქართველო ვიზიარებთ ამ ტკივილს, საღადმოაზროვნე ქართველები და არაქართველები სხვათა შორის და გამომდინარე აქედან ეს კიდე ასეთი მახინჯი ტენდენცია დღეს კვლავ გაართულეს, კვლავ ისეთი ტკივილი მიაყენეს, ეს არის უდიდესი ტკივილი და მორალური ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება ნამდვილად. უკაცრავად მე მინდა დავამატო ასევე, რომ სხვათა შორის ეს ამით არ გამოირჩევა მხოლოდ რუსთავი, ტელევიზია რუსთავი, არამედ 6 წლის განმავლობაში, რაც ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი და აი ასეთ ტყობაში იმყოფება ცოტნე, არც ერთ ტელევიზიას ობიექტურად არ გაუშუქებია ცოტეს მდგომარეობა, ოჯახი ერთხელ არ მოსულან ჩემთან და არ უთქვათ, რომ ისითაც ჩაგწერთ თქვენ როგორც ამ მდგომარეობაში მყოფ ქალბატონს და რას ითხოვთ, როგორ თუ რას ვითხოვ, რა დააშავა ჩემმა შვილმა, დანაშაული რა თუ რამ აქვს, მაშინ წარმოადგინეთ, თუ არა და მაშინ უდანაშაულო ადამიანის აი ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო თქვენ საშინელი საჭირი მოგელით. თქვენ ნუ გონიათ მან ნარჩვაძე გაჩუმდება, არ გაჩუმდება. მე ცოტეზე შემდგომ ვილაპარაკებ, მაგრამ ეს იცოდეთო, ცოტე არის ტყვეობაში, ეს იცოდეთ სრულიად მსოფლიომ, სრულიად საქართველომ, ის არის დატყვევებული, უკვე მე-6 წელია, რომელსაც დედას არ აჩვენებენ საერთოდ მკურნალობაზე და დედისთვის შვილის გადმოცემაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ყოველი წუთი, ყოველი წამი გადის ისე, რომ უფალს ვევედრები მხოლოდ, უფლის იმედად ვარ.
ყველა წმინდას ვევედრები, რომ დამეხმარონ, ხელი შემიწყო და გაიზიარონ ჩემი აი ასეთი ტანჯვა წამება, რაც ჩემ შვილთან დაკავშირებით მომაყენეს და რა მდგომარეობაშიც არის ჩემი შვილი და მთლიანად ჩვენი ოჯახი, ასე რომ ესეთი სიბინძურის გავრცელებისთვის იცოდეთ თქვენ. ეს მკაცად მოგეთხოვება, თქვენ არ გეგონოთ, რომ მე ხა რუსთავი დავასახელე და სხვა ყველა ტელევიზიები, ყველა ასევე პრეს სამსახურები, რომლებიც მონაწილეები ხართ, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ და ჩვენი ოჯახის და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღეთ და აქვეყნებთ რაღაც საშინელ სიბინძურებს და ცილისწამებებს თქვენც მოგიწევთ იგივე, რაც გორგილაძეს, იმიტომ რომ ყველას თქვენი გვარები ჩემთვის ცნობილია და ამასაც გავაჟღერებ მომავალში. მადლობა ყურადღებისთვის, მართალია თქვენში შეიძლება დიდი შევიტანე, ემოციური დატვირთვა, მაგრამ ეს უნდა გაჟღერებულიყო, ვინაიდან სოფლიოში არ არსებობს ფაქტი ამისა, რომ პრეზიდენტის ოჯახზე აი ასეთი მკაცრი დარტყმები იყოს მიყენებული, არ იყმარეთ პრეზიდენტის წამებით მოკლა, არ იყმარეთ მისი ტანჯული ცხოვრება, შეირგეთ არა დამოუკიდებლობა და ამით ხართ მაყოფილი, რომ კიდე აქეთ შემოგიტიოთ, არა. მე თქვენ არ გაპატიებთ არაფერთან შემთხვევაში და ნუ მემუქრებით შვილებით, მე 2 შვილი კი არ მყავს, მე 5 შვილი მყავდა, თქვენ 3 შვილი ბულინგით მომიკალით, ბულინგით მომისპეთ, ბულინგით გამემდადგურეთ 1975 წელს, 1985 წელს 2 ტყუპი ვაჟკაცი. თქვენ რა გონიათ, აქამდე ხმალო არ ამოვიღე? რა, ამიტომ არ დავასახელებ მე იმ სამშობიარო სახლებს და არ დავასახელებ, სადაც ეს მოხდა ყველაფერი? გეშლებათ ბევრი. დავიწყე უკვე და ამიტომ არ დაგზოგავთ არავის. მადლობა ყურადღებისთვის, ვინც არ იყავით საქმის კურსში, ბატონო თემური ძალიან გთხოვთ, რომ ეხლა დასკვნითი ნაწილი თქვენ შეაჯამოთ. რა თქმა უნდა, პრობლემა იმდენად ღრმა არის, რომ ეხლა აქ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, ამიტომ კონკრეტული მიზანი, რის გამოც დღევანდელი ჩვენი შეხვედრა შედგა, არის ის, რომ რუსთავი 2-ს არ გაქვთ ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ გადაცემასთან დაკავშირებით ამ ყველა მასალა არ გადმოგცეთ, ან დაუყოვნებლივ არ მოგცეთ კანონიდან გამომდინარე, ზუსტად იმდენივე დრო და იმ დროის სივრცის დრო, ანუ კურიერში, როგორიც იყო ის გადაცემა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამას ველოდებით თქვენგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იცით პროცედურები სამართლებრივად აქ და საერთაშორისო დონეზე როგორც გაგრძელდება. მადლობთ ყურადღებისთვის.